პრინცესა დეოქე კორეის უკანასკნელი მონარქის მეფე გოჯონის შვილი იყო. თუმცა მოგვიანებით იაპონიის იმპერიული ხელისუფლების მიერ, რომელიც იმ დროს კორეას მართავდა, მას იძულებით გადაიყვანეს იაპონიაში. შემდეგ მას სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებები დაეწყო, რომლებმაც მთელი დარჩენილი ცხოვრება არ მოასვენეს. ეს არის კორეის უკანასკნელი პრინცესის ისტორია. ქალი, რომელიც ისტორიაში ცნობილია როგორც პრინცესა დეოქეი, სინამდვილეში სახელი არ დაურქმევიათ, როდესაც 1912 წლის 25 მაისს სეულში ჩანგდეოკის სასახლეში დაიბადა. ის კორეის იმპერატორ გოჯუნგისა და მისი ხარჯის იანგ გუიონის შვილი იყო და თავდაპირველად მას ისე ექცეოდნენ, თითქოს არალეგიტიმური შვილი ყოფილიყო. თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან გოგონამ მალევე მოიპოვა მამის სიყვარული. და საბოლოოდ 1917 წელს 5 წლის ასაკში იგი ოფიციალურად აღიარეს და დაარეგისტრირეს იმპერატორის ოჯახში როგორც პრინცესა დეოქეი. პრინცესა დაიბადა იმპერატორის ოჯახში და იზრდებოდა იმპერატორის სასახლეში არეულობის პერიოდში. 1382 წლიდან კორეის სამეფოს მართავდა ჯოსეონის დინასტია. საუკუნეების განმავლობაში იზოლირებული და სამყაროსგან მოწყვეტილი სამეფო თავისებურად ყვაოდა. მაგრამ მე-19 საუკუნემ ახალი გამოწვევები მოიტანა. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიდი დასავლური ძალები სულ უფრო მეტად აფართოებდნენ თავიანთ გავლენის სფეროებს შორეულ აღმოსავლეთში და თან მოქონდათ ახალი კულტურები, ტექნოლოგიები და მმართველობის სისტემები. 1850-იანი წლების შუა პერიოდიდან იაპონიამ განიცადა შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მზარდი ჩარევა, რომლებმაც აგრესიულად აიძულეს ქვეყანა გაეხსნა ვაჭრობა დასავლური გავლენებისთვის. შემდეგ 1870 წლიდან მოყოლებული კორეა ამ ყურადღების ცენტრში მოექცა. მართალია, იაპონიამ 1860-იან და 1870-იან წლებში სწრაფი მოდერნიზაციის პერიოდი განიცადა, რის შემდეგაც მას კორეის ნახევარკუნძულის მიმართ მზარდი პრეტენზიები გაუჩნდა. დედოფალ მინის კორეის მეფე გოჯონგის მეუღლის ხელმძღვანელობით 1880-იან და 1890-იან წლებში ქვეყანა გამალებით ეწინააღმდეგებოდა დასავლეთისა და იაპონიის ჩარევას, ხშირად რუსეთთან ალიანსით იაპონიის წინააღმდეგ. თუმცა 1890-იან და 1900-იან წლებში მომხდარმა მოვლენებმა კორეა დაასუსტა და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბრძოლა დაასრულა. 1900 წელს ქვეყანა ფაქტობრივად იაპონიის მიერ იქნა ანექსირებული. მეფე გოჯონგი, რომელმაც 1890-იანი წლების ბოლოს მოკლედ გამოაცხადა თავი კორეის იმპერატორად, იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო. თუმცა იაპონიის ხელისუფლებამ მას ნება დართო შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია, ძირითადად ცერემონიული სახით, როგორც ერთგვარ გადამდგარ იმპერატორს. ფაქტობრივად, სამეფო ოჯახი, რომელშიც პრინცესა დეოქიე 1912 წელს დაიბადა, აღარ იყო არაფრის მეტი თუ არა მარიონეტული რეჟიმი. იაპონიის იმპერია იყო რეალური ძალა კორეაში 1910 წლიდან და მართავდა ქვეყანას საოკუპაციო მთავრობის მეშვეობით. სეულში იაპონური ადმინისტრაცია და ტოკიოში ცენტრალური იაპონური მთავრობა პრინცესა დეოქიეს ცხოვრებას არაერთი გზით განსაზღვრავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოჯონგს ბევრი შვილი ჰყავდა, მათგან რამდენიმე პატარა ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც დეოქიე მის უფროს შვილებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებდა. თუმცა ამან თავისი სირთულეებით შექმნა, რადგან იაპონიის ხელისუფლება კორეაში უფრო მეტად ერეოდა მის საქმეებში. განსაკუთრებით 1917 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ის ოფიციალურად დაარეგისტრირეს იმპერატორული ოჯახის წევრად. იმის მცდელობით, რომ იაპონიის ხელისუფლებას არ ეკარნახა, როგორ უნდა წარიმართა მისი ცხოვრება, გოჯონგმა 1919 წელს სცადა თავისი უმცროსი ქალიშვილის დაქორწინების ორგანიზება. ამამდე მან უკვე დააარსა დაეგუს სასახლის საბავშვო ბაღი დეოქესთვის ჩეოგჯანგში, რათა არ გაეგზავნათ იაპონიაში, როგორც მისი ძმები უკვე გაგზავნეს. ახლა კი ქორწინებაც დაიგეგმა, რათა მისი კავშირი კორეასთან კიდევ უფრო გამტკიცებულიყო. შეთავაზებული ქორწინება იყო ქამ ჯანგ ჰანთან, რომელიც სეულის სამეფო კარის უფროსი ქამერჰერების ერთ-ერთი ქიმ ჰუა ჰუაჯინგის დისშვილი იყო. თუმცა სეულში იაპონელი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ქორწინება დაბლოკეს. შემდეგ გოჯონგის მოულოდნელმა გარდაცვალებამ 1919 წლის 21 იანვარს, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, უზრუნველყო, რომ პრინცესასთვის კორეაში აღარანაირი ორგანიზებული ქორწინების მცდელობა აღარ იქნებოდა.
გოჯონგი იმ დროს ავად არ ყოფილა და არსებობდა ვარაუდი, რომ იგი სეულში იაპონელმა ხელისუფლებამ მოწამლა. სავარაუდოდ იმის გამო, რომ მან ფარულად სცადა თავისი ქალიშვილის კორეელ დიდებულზე დაქორწინება. ეს თეორია არასოდეს უარყოფილა და შესაძლებელია, რომ სწორედ ასე დასრულდა მისი სიცოცხლე. ახლა, როცა მამამისი გარდაიცვალა, პრინცესა ფაქტობრივად იაპონიის ოკუპაციური მთავრობის მეურვეობაში აღმოჩნდა სეულში. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მისი ცხოვრება გარკვეულწილად ჩვეულებრივად გრძელდებოდა და ის კორეის დედაქალაქში ჰიონოდა სკოლის დასასწრებად გაგზავნეს. მაგრამ მისი ცხოვრება მალე მკვეთრად შეიცვლებოდა 1920-იანი წლების შუა პერიოდში. 1925 წელს იაპონიის მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა კორეაში აჯანყების ნებისმიერი შესაძლებლობის ჩახშობას, დეოქეი სამშობლოდან გაასახლეს და თავად იაპონიაში გაგზავნეს. იმ დროს ის მხოლოდ 13 წლის იყო. 1920-იანი წლების ბოლოს აქ ცხოვრებისას მან ტოკიოში გაგუშუინის სკოლაში ისწავლა, როლა რომელიც 1923 წელს პროფესიულ სასწავლებლად დაარსდა. იქ მან კერვა და კულტურული განათლება შეისწავლა. მისი ცხოვრების ბევრი დეტალი იაპონიაში ყოფნის პერიოდში დიდწილად ბუნდოვანია. ჩვენ ვიცით, რომ მას 1930 წლის დასაწყისში მოკლევადიანად კორეაში დაბრუნების უფლება მისცეს, რათა დედის დაკრძალვას დასწრებოდა. სწორედ ამ პერიოდში იწყება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენა. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ აღინიშნება, რომ მან ძილში დაიწყო სიარული, ხოლო მისმა ქცევამ მომდევნო თვეებში უფრო არასტაბილური ხასიათი მიიღო. საბოლოოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში მას დაუსვეს დიაგნოზი, რომელსაც იმ პერიოდში უწოდებდნენ ნაადრევ დემენციას. ეს არის მოძველებული სამედიცინო ტერმინი, რომელიც იმ პერიოდში ზოგადად გამოიყენებოდა ნებისმიერი ტიპის პროგრესირებადი ფსიქოზური აშლილობის აღსანიშნავად. დღევანდელი შეფასებით, დეოხეს მდგომარეობას უпроსწორად შიზოფრენიის დიაგნოზს დაუსვამდნენ, რომელიც ხასიათდება ფსიქოზის ხშირი ან პერიოდული ეპიზოდებით. მიუხედავად მისი მზარდი სირთულეებისა, იაპონიის მთავრობამ მტკიცედ იყო განწყობილი, რომ დეოხე იაპონელ მამაკაცზე დაეკორწინებინათ, როგორც კი შესაბამის ასაკს მიაღწევდა და მისი მდგომარეობა ქორწინებისთვის საკმარისად დასტაბილურდებოდა. შესაბამისად, 1930-იანი წლების განმავლობაში იაპონიის იმპერატორმა ტაიშომ დაასკვნა, რომ დეოხე გრაფსო აკეკიზე, იაპონური საშუალო არისტოკრატიული ოჯახის წევრზე დაქორწინდებოდა. სოუს კლანი, საიდანაც ის იყო წარმოშობით, საუკუნეების განმავლობაში მართავდა ცურსიმას კუნძულს, რომელიც იაპონიის ცენტრალური და უდიდესი კუნძულის, ჰონსიუს დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. იაპონიის საზოგადოების 1860-დან 70-იან წლებში რეორგანიზაციამდე. ამის კონკრეტული მიზეზი არსებობდა. და ეს იმიტომ, რომ იაპონიის არქიპელაგის დასავლეთ კიდეზე მდებარეობისა და კორეის ნახევარკუნძულთან სიახლოვის გამო, იგი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იაპონურ-კორეულ ურთიერთობებში. ეხლა კორეის უკანასკნელი მეფის ქალიშვილი უნდა დაქორწინებულიყო იმავე კლანის მეთაურზე. ქორწილი უნდა გამართულიყო ცუსიმას კუნძულზე 1921 წლის 8 მაისს. ამის შემდეგ დოხეს მდგომარეობა გაუარესდა. ეს მისი ქმრის ბრალი არ იყო. ყველა მონაცემით ის ყურადღებიანი ქმარი იყო და მართლაც ახალგაზრდა წყვილს მალე შვილი შეეძინა, როცა მათი ქალიშვილი სახელად მაესე იაპონურად დაიბადა 1932 წლის 14 აგვისტოს. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს დოხეს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 1923 წლის განმავლობაში ის პირველად მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ის აქ წლების განმავლობაში დარჩებოდა პერიოდულად მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. ამ პერიოდში მისი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ ვიცით, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს ნებისმიერ საზოგადოებაში ფარულად ეკიდებოდნენ. მას მხარს უჭერდა მისი ქმარი, ადამიანი, რომელიც ხშირად უარყოფითად იყო წარმოჩენილი, მაგრამ აშკარად არ იყო ამ ისტორიის ბოროტ მოქმედიდი. ისიც როგორც ის იძულებული იყო დაქორწინებულიყო და მთელი ომისა და მის შემდგომი რთული პერიოდის განმავლობაში ოჯახური ფინანსური პრობლემების გარდა მეუღლის მდგომარეობასაც ებრძოდა. თუმცა მას მაინც უნდა ჰქონოდა გარკვეული სითბო მის მიმართ, რადგან შემორჩენილია მისი ლექსები, რომლებიც მის ცოლსა და ქალიშვილს ეძღვნება. მისი ყველა მცდელობის მიუხედავად ეს ქორწინება ვერ შენარჩუნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ომი დასრულდა და იმპერიული მთავრობა, რომელმაც 1931 წელს ისინი ერთმანეთზე დაქორწინება აიძულა, აღარ არსებობდა.
გარდა ამისა, კორეამ ომის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა. შედეგად, წყვილი 1953 წელს განქორწინდა. თუმცა, ყველაზე დიდი ტრაგედია მათ 3 წლის შემდეგ დაატყდა თავს, როდესაც მათმა ქალიშვილმა სახლი დატოვა და წერილი დატოვა, რომელიც თვითმკვლელობის წერილს ჰგავდა. მას აღარასოდეს უნახავთ და მიიჩნევა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ტრაუმული მოვლენების შემდეგ დეოქეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ყოფილ პრინცესას შესაძლოა თავისი ბოლო წლები იაპონურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავიწყებულს გაეტარებინა, რომ არა კორეაში გარკვეული პირების ჩარევა მის სასარგებლოდ. კორეის ომის შემდეგ, რომელიც 1950-1953 წლებში მიმდინარეობდა, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთ კორეა კომუნისტურ საბჭოთა რუსეთის ბლოკთან და სამხრეთ კორეა კაპიტალისტურ ბლოკთან, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა. თუმცა, მაშინ როცა ჩრდილოეთ კორეა ცნობილია თავისი სასტიკი დიქტატურით, სამხრეთ კორეამაც მრავალი წლის განმავლობაში გამოავლინა ავტორიტარიზმის ნიშნები, განსაკუთრებით სინგმან რის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში. 1948 წლიდან 1960 წლამდე. ასეთ პირობებში ძველი სამეფო ოჯახის მიმართ ბუნებრივი ეჭვი არსებობდა და დეოკაის კორეაში დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ 1960-იანი წლების დასაწყისში გარემოებები უფრო ხელსაყრელი გახდა და 1962 წელს პრინცესა დოროკაის სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. 32 წლის შემდეგ პირველად კორეის მიწის ნახვისას ის ადირდა. პრინცესამ ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარა სეულში, ჩანგდეოკის სასახლეში, თავის ბავშვობის სახლში, რომელიც კვლავ საცხოვრებლად დაუთმეს ჯოსონის დინასტიის გადარჩენილ წევრებს. აქ ის, მისი რძალი ბანგჯა, ასევე მისი ნახევარ-ძმის შვილი, გოჯონის შვილიშვილი, რომელიც თეორიულად ჯოსონის დინასტიის ბოლო მეთაური იყო, კორეის მთავრობის სტიპენდიით ცხოვრობდნენ. თუმცა მაშინაც კი დეოკაის პრობლემები არ შემსუბუქებულა. მისი კორეაში დაბრუნების შემდეგ წლებში ის პერიოდულად მოთავსდებოდა სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საავადმყოფოში ფსიქიატრიული დარღვევების გამო დახმარების მისაღებად. და მაინც მან თითქმის 3 ათწლეული იცოცხლა, სანამ საბოლოოდ გარდაიცვლებოდა 1989 წლის 21 აპრილს. როგორც ჩანს, მას აფაზია აწუხებდა. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ტვინის დაზიანებით და ადამიანს აკარგვინებს ენის გაგების უნარს, რაც ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო სხვებთან საუბარი, ან იმის გაგება, რასაც ეუბნებოდნენ. იმ დროისთვის მან ყველა თავისი ნახევარ-დამი და ნახევარ-ძმა გადააცილა სიცოცხლით. მაგრამ ეს იყო რთული ცხოვრება, რომელიც თავიდანვე პოლიტიკურმა გარემოებებმა გაართულა, სადაც ის დაიბადა და ამ ტრაუმისგან, როგორც ჩანს, ის სრულად ვერასდროს გამოჯამრთელდა. დღეს ცუშიმას კუნძულზე დგას მონუმენტი, რომელიც 1931 წელს მისი და გრაბსოს ქორწინებას ეძღვნება. დეოქეს ცხოვრება მრავალი წიგნის, პიესისა და ფილმის თემაა. მათ შორის ყველაზე ცნობილი არის უკანასკნელი პრინცესა, კორეული ფილმი, რომელიც 2016 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა. და რომელიც ეხება მის ცხოვრებას იაპონიაში და მის მცდელობებს დაბრუნებულიყო კორეაში. გმადლობთ ყურებისთვის. დღევანდელი ეპიზოდი წაიკითხა მორტის მედიამ და თუ საშიში ისტორიები გაინტერესებთ, აღწერაში ალბათ იქნება ბმული, სადაც შეგიძლიათ კიდევ მოусმინოთ. მაგრამ ეხლა უსაფრთხოდ იყავით და შევხვდებით დავიწყებული ცხოვრებების შემდეგ ეპიზოდში.